მალე ვიქნებით პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ აქ ვართ ერთობის მარში. სწორედ ამ სიმბოლური სახელწოდებით იმართება მარში ამ წუთებში. ჩვენ როგორც არაერთხელ აღვნიშნე, მივემართებით დედაქალაქის მთავარი გამზირისაკენ პარლამენტის შენობისკენ. ჩემთან ერთად არის ახლა გიორგი ტუმესიანი და შემდეგ შემოგთავაზებთ სამირა ბაირამოვას კომენტარს, რაც არის ძალიან სიმბოლური და შეიძლება ითქვას, რომ ამ მარშის ხასიათს ყველაზე უკეთ და ყველაზე მკაფიოდ გამოხატავს. გიორგი, მე პირველ რიგში შენგან მოვისმენ, მაყურებელს კიდევ ერთხელ რომ ავუხსნათ ხაზგასმით, რას მოიაზრებს ეს ერთობა და რას გულისხმობთ ამ ერთიანობაში, იმიტომ რომ ეს აქციები ისედაც არის ღია დემონსტრირება ერთობისა და ერთიანობის, რომელიც ყველა სფეროს, ყველა ასაკისა და ყველა სქესის წარმომადგენელს აერთიანებს. კიდევ ერთხელ განმარტოთ. ამ აქციების მიზანია დღევანდელი ერთიანობის მარშის, რომ ვაჩვენოთ, რომ საქართველოს მოქალაქეები განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა ყველანი ერთად ვართ ამ ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის დიქტატურის წინააღმდეგ. ეთნიკურ უმცირესობებს ყველაზე კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია და არ იყოს დიქტატურა, რომელსაც ივანიშვილი დღეს აშენებს. სწორედ ამიტომ ჩვენ აქ გავერთიანდით პრაქტიკულად ყველა ეთნიკური ჯგუფი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, რათა ვაჩვენოთ ჩვენ ერთად ვართ, მტკიცედ ვართ და არ დავუშვოთ ჩვენს ქვეყანაში 1921 წელი გამეორდეს ივანიშვილის ამ ძალიან კატასტროფული გადაწყვეტილებით, რომ ქვეყანა დააბრუნოს რუსეთის გავლენაში. სწორედ ამიტომ ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება. დღეს არის 28-ვე დღე წინააღმდეგობის მოძრაობის და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი წინააღმდეგობა მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, როგორც გიორგიმ განმარტა. ეს ერთიანობა გულისხმობს იმას, რომ აქ მიუხედავად ეროვნებისა ყველა ადამიანი დგას დედაქალაქის მთავარ გამზირზე, რადგან ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, ისინი არიან საქართველოს შვილები და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი, საქართველოს ევროპული არჩევანი. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ისინი ერთმანეთის გვერდით დგანან და მკაფიოდ აფიქსირებენ საკუთარ სათქმელს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის ჭრელი, საქართველო არის მრავალფეროვანი და რომ სწორედ ეს მრავალფეროვნება არის ის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არის ევროპული ოჯახის ძალიან ღირსეული წევრი. მე ახლა როგორც დაგვირდით, სამირა ბაირამოვას კომენტარს მოგასმენინებთ, რომელიც აქ არის და რომლის პოზიციაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამირა, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ, უნდა გკითხოთ აუცილებლად იმასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით განმარტოთ, თქვენ აქ ყოველთვის ხმამაღლა ამბობთ ხოლმე თქვენს სათქმელს და დღესაც კიდევ ერთხელ გამოყვედით იმის ღია დემონსტრირებისათვის, რომ საქართველო არის მრავალფეროვანი და რომ ეს მრავალფეროვნება არის ყველაზე ევროპული არჩევანი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის. მაყურებელს განვმარტოთ, ჩვენ გიორგის პოზიციასაც ვისმენთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეთნიკური უმცირესობები ყოველთვის იყვნენ საქართველოს ევროპული ღირებულების სადარაჯოზე და რომ თქვენ ხართ ღირსეული მოქალაქეები ამ ქვეყნის. შევახსენოთ მაყურებელს ამ აქციისა და მსვლელობის მთავარი მიზანი. რის დემონსტრირებას ახდენს ეს მსვლელობა ახლა დედაქალაქის მთავარ გამზირზე? დიახ, ჩვენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, რა თქმა უნდა, ვართ ამ ქვეყნის შვილები, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ქართველი ხალხის ინტერესის გვერდზე ვართ. აქ პარლამენტთან ჩვენ იმიტომ მივიდივართ, რომ დიახ, ზუსტად მრავალფეროვნება, ტოლერანტობა, თანასწორობა არის ევროკავშირში. სანამ ევროკავშირში საქართველოში არ იყო და ჩვენ ვიცხოვრეთ რუსულ რეჟიმში, რომელიც ჩვენ ყველაფერი აბსოლუტურად დავკარგეთ, ჩვენის მრავალფეროვნება და ძალიან ბევრი წლები დაგვჭირდა, რომ ეს ყველაფერი დაგვიბრუნოთ, შევანარჩუნოთ და ზუსტად ამისათვის ჩვენ გვინდა ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენიც მომავალი ევროკავშირში არის. თორემ მართლა ჩვენ ვიცით, რომ როგორ დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო ჩვენი მოსხდილი მოსამართლე იმით, რომ შენ საქართველოს მოქალაქე ხარ, მაგრამ არა ხარ თქვათ, რომ თანასწორუფლებიანი ადამიანი ხო. ჩვენ მე მთელი ჩემი ცხოვრებაში აქტივიზმში ვებრძვი საქართველოში დისკრიმინაციულ ქმედებას, უსამართლიანობას, სადაც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ ხორციელდება. ამიტომ აქ ვარ, ჩვენ ვთხოვთ ახალი არჩევნებს, ოღონდ ისეთ არჩევნები კი არ არის, რომ ერთ კაცმა შევიდა და 100-ჯერ მისცა ხმა და ასევე რომ ჩვენ მეგობრები, ჩემი ჯგუფელები, ასევე ეთნიკური წარმომადგენლები დაკავებულნი არიან და ვთხოვთ, რომ გაუშვან გარეთ ის ადამიანები და ჩვენთან ერთად გააგრძელონ. დიდი მადლობა, უსმენთ სამირა ბაირამოვას და სწორედ ამ განწყობით ერთობის, ერთიანობის მარში მოვიდა პირველ საკანონმდებლო ორგანოსთან აქ შეკრებილი ადამიანების ათოსი არის უცვლელი იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა დაინიშნოს ხელახალი
არჩევნები ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირობებში და რასაკვირველია გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. გარდა ამისა, მათი სათქმელი კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, ისინი აცხადებენ, რომ ევროკავშირი არის საქართველოს უალტერნატივო არჩევანი და მაყურებელს შევახსენებ, რომ ევროკავშირი სწორედ იმ უმნიშვნელოვანესი იდეის გარშემო მოტრიალებს მისი მთავარი ღერძი და ამოსავალი წერტილი არის ადამიანის ფუნდამენტური ღირებულებების დაცვა. სწორედ ეს არის ის მთავარი მიზანი, რისთვისაც ეს ადამიანები მოვიდნენ დღეს პარლამენტის მიმდებარედ და როგორც დავიწყე ჩართვა, ისე დავასრულებ ჩვენ აქ ვართ ერთობის მარშით. ეს არის სწორედ ის ფრაზა, რომლითაც აქ შეკრებილი ადამიანები მოვიდნენ უცვლელი მოთხოვნებით, უცვლელი პროტესტით და ისინი კვლავ მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, რომ მოეგოს გონს გვიან, მაგრამ მაინც მოეგოს და დაუთმოს ქვეყანა იმ ადამიანებს, რომლებსაც ის ეკუთვნით, იმ პროევროპელ ქართველებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთეს ევროპული არჩევანი, თუმცა ეს ევროპული არჩევანი ბიძინა ივანიშვილის ქართულმა ოცნებამ მოიპარა.